ჩვენ ვართ მეოცე ხელოვნების სკოლის დასარტყამი ინსტრუმენტების ჯგუფი Drum School. ჩვენ ყველანი ბევრ სხვადასხვა ინსტრუმენტებზე ვუკრავთ ჯემბეზე, ტამტამზე, ქსილოფონზე, კონგოებზე და ასე შემდეგ. ჩვენ პირველ ტურში დავუკავით მორიკონეს ვესტერნი. ეს ნაწარმოები არა მარტო ჟიურის მოეწონა, არამედ მაყურებელსაც. ახლა კი ჩვენ ნახევარფინალში ვართ. როდესაც ჩვენ გავიგეთ, რომ ნახევარფინალში გადავედით, მაშინ უნდა დავიწყეთ ახალი ნომრისთვის მზადება. ჩვენ ვუკრავთ პოპულს, რომელიც შედგება რამოდენიმე ცნობილი ნაწარმოებისგან და იმედია, ყველას მოეწონება ჩვენი განსხვავებული ნომერი. Mashase, ჯგუფი Drum School. ასეთი კომპოზიციების შესრულება მხოლოდ დასარტყამ ინსტრუმენტებზე იყო შესაძლებელი. ოჩაღ ბიჭებო. აბა! ეხლა მე ვხედავდი თქვენ რაღაც ერთმანეთში ცვლით ინსტრუმენტებს და ერთი წუთი თითოეული რამდენ ინსტრუმენტზე უკრავთ პატარა? ჩვენ ყველანი ვუკრავთ ყველა ბავშვმა იცის ყველა ინსტრუმენტზე დაკვრა. ყველა ბავშვმა იცის რამდენ ინსტრუმენტ? რასაც ხედავთ იმდენია. რასაც ხედავთ იმდენ ინსტრუმენტზე უკრავთ ყველა. ყველა. აპლოდისმენტები. ჟიური როგორ შეაფასებთ ამ არაჩვეულებრივ ადამიანებს? გეგა? ხო, მე. შეიძლება დია. არაჩვეულებრივი ბავშვები არიან. თავიდან ცოტა ნელა დაიწყეს, მაგრამ მე თანდათან უფრო და უფრო კარგები გახდნენ. ანუ ამ ეს დროთა განმავლობაში პროფესიონალიზმი და სინქრონი მოვა, რა თქმა უნდა, მაგრამ ის რასაც აკეთებთ არის კაი, მე ძალიან მომეწონა უკვე შოუს ელემენტები რომ შემოიტანეს და ჯანაიათი დამთავრება უკვე კარგი იყო. ძალიან კარგი. კარგები არიან ბავშვები ძალიან. დიდი მადლობა სოფო გისმენთ.
ნელა კი არ დაიწყეს გეგა, უბრალოდ განავითარეს ნომერი, იყო ესეთი დაწყება და შემდეგ არაჩვეულებრივად ეფექტური დამთავრება. ფეხი ადგომა, ნახე, გრამსკუს. მოკლედ მე არ მეგონა რომ ქეთო და კოტეს ახალი ვერსიის შემდეგ ასეთ საინტერესო ჯანაიას ვერსიას მოვისმენდი, იმიტომ რომ მართლა არაჩვეულებრივი იყო. ყველაფერი რაც კი შეასრულეს დღევანდელ დღეს, დაწყებული უცხოური მუსიკიდან და შემდეგ უკვე დაგვირგვინება იყო ფანტასტიკური, ყველაფერი ძალიან მომეწონა გადასვლებიც და მოკლედ ძალიან მაგრები ხარ და 6 ინსტრუმენტზე უკრავს თითო ექს დათვალე, 6 ინსტრუმენტზე, ვანო, 6 ინსტრუმენტზე უკრავენ. მეც დავეთანხმები სოფოს, მე ძალიან მომწონს ესეთი ტიპის ნომრები, იმიტომ რომ ჯერ ესეთ ჩვენი ქვეყნის ის უცხოა. და მიხარია, როდესაც ბავშვები ესეთ რაღაცას უკრავენ და ავითარებენ ამ მიმართულებით მუსიკას. ერთადერთი მინუსი ის არის, რომ თქვენს მეზობლად ცხოვრებანი გაუსაძლეს. ძალიან კარგი ბავშვები ხართ, წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა ჟიურის შვენიერი შეფასებისთვის.